13 ოქტომბერს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო თემურ ბარქაიას სახელობის ტრადიციულმა ტურნირმა 12 წლამდელ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობს. თითო ჯგუფიდან ნახევარფინალის საგზურები ორ-ორმა გუნდმა მოიპოვა. დღეს ჩატარებულ ნახევარფინალებში ზუგდიდის ოდიშმა პენალტების სერიაში 5-4 ფოთის კოლხეთს მოუგო, ხოლო მეორე ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედომ სამტრედიელ თანატოლებს ასევე პენალტებში სძლია 3-2. მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი ხვალისთვის არის დაგეგმილი. ჩვენ უკვე მესამე წელია თემურ ბარქაიას ხელობის ტურნირს ვატარებთ, წარმატებითაც. წელს ყავს 8 გუნდი ორ ჯგუფად, 3 იყო იმერული, 5 ნეგრული გუნდი იყო. უკვე გამოვიდა ნახევარფინალის რუწყულები, ეხლა ითამაშეს ფოთმა და ზუგდიდმა და პენალტების სერიაში ზუგდიდი გავიდა ფინალში, უღალსავთ ზუგდიდელებს წარმატებას. ეხლა გვაქვს მეორე ნახევარფინალური თამაში, ტორპედო სამტრედია, იმერული დერბი. უსურვებ ყველას წარმატებებს, მადლობას ვუხდი ყველა მოწვეულ გუნდებს, 8 გუნდს. და მინდა აღვნიშნო, მადლობა გადავუხადო კოლხეთი 1913-ს, ვინც დააორგანიზებს ტურნირი და ვინც დაფინანსებით ტარდება ეს ტურნირი. ტურნირის ფინანსური მხარდამჭერები არიან ფოთის კოლხეთი 1913, შპს ევრაზია როროლაინ, შპს აისბერგ ფოთი და შპს აისბერგ ტრანსი.